არ შემდგარი პრაიმერიდან სოციოლოგიურ გამოკითხვამდე ნოღაიდელის დაჯგუფება 6 და 8 აპრილს თბილისელებს სოციოლოგიური ბიულეტენს წარუდგენს, რომელშიც თბილისის მერობის მსურველთა სამი გვარი ძიძიგური, მაისაშვილი და დავითაშვილი ეწერება. ამ დრომდე კვლავ უცნობია მოხდება თუ არა ნოღაიდელის სიაში ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც მისი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით მედიაში კვლავ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ამასთან ჩნდება კულუარული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მერობისათვის ამ დრომდე ბოიკოტში მყოფმა ნათელაშვილმა იბრძოლოს, როგორია ლეიბორისტების გეგმები რა უნდა გაჩეჩილაძეს და ვინ იქნება ნოღაიდელის ფავორიტი. კეთიკაშეკაშვილი გიამბობთ. რას იტანჯავს თავს დააყენოს ვერ ეს კანდიდატურა და პოლიტიკური ცხოვრებაც გაცოცხლდება და თვითონაც ცოტათი დამშვიდდება. ლევან გაჩეჩილაძის მერყეობამ პრაიმერისტებიც დაღალა. მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა და არჩევნებამდე ორი თვით ადრე ისევ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. დღეს აქტიური პოლიტიკური ცხოვრება არის მყარი, ესე ვთვლი, ოპოზიციაში. დინამიკა არ არის, ხალხს არ აქვს წმენა გამარჯვების. ჩემი კანდიდატურის გამოჩენა მგონია, რა თქმა უნდა, რომ ჩემზე ძალიან ბევრი თავდასხმები წამოვა და აქამდეაც წამოსულა, მაგრამ ჩემი კანდიდატურის დასახელება პოლიტიკურ ცხოვრებას გააღვიძებს და გააღვიძებს ძალიან სერიოზულად. თუ მე დავაყენე ჩემი კანდიდატურა, შესაძლოა კიდევ მეტად დავშორდეთ საერთო კანდიდატურაზე შეთანხმების იდეის საქმედ ქცევას. გასათვალისწინებელია, რომ ვიდრე იურიდიულად დასრულდება კანდიდატთა რეგისტრაცია, კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ხანდახან უშვებ იმასაც, რომ ჩემი კანდიდატურის დასახელებამ საბოლოოდ მართლა მიგვიყვანოს ერთ კანდიდატამდე. ნოღაიდელის სოციოლოგიურ გამოკითხვამდე კი ზუსტად 2 დღე რჩება. ნოღაიდელი ძიძიგური დავითაშვილის გაერთიანების სოციოლოგიურ ბიულეტენში ამ დროისთვის მხოლოდ 3 გვარი წერია: ძიძიგური, დავითაშვილი, მაისაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ამ კანდიდატურებს კიდევ 2 დაემატოს: ლევან გაჩეჩილაძე და შალვა ნათელაშვილი. ქართულ მშრომელთა ლიდერზე პოლიტიკურ კულუარებში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მოულოდნელად ნათელაშვილი და ნოღაიდელი ეგრეთ წოდებულ ჭადრაკის სასახლე ორის დროს ერთ მაგიდასთან გამოჩნდნენ. თუმცა დღეს ლეიბორისტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. შრომის პარტია ბოიკოტს აგრძელებს. ლეიბორისტული პარტია არასდროს არ ცვლის თავის მიზნებს, თავის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ყოველთვის გამორჩევოდით პრინციპულობით, ეს გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებთან მიმართებაში მივიღეთ, არის ურყევი, ჩვენ ბოიკოტს უცხადებთ და ჩვენ სიტყვაზე დავჩებით ბოლომდე. გუგავას განცხადების მიხედვით ნოღაიდელის სოციოლოგიური გამოკითხვის ბიულეტენებში გვარების რაოდენობა აღარ უნდა გაიზარდოს, თუმცა ყოფილი პრემიერი თანამებრძოლებისგან გასხვავებით ასე არ ფიქრობს. შეიძლება საკუთარი კანდიდატურა გყავდეს, შეიძლება სხვა კანდიდატურას დაუჭიროთ ხარი, ჩვენ მუდმივ პროცესში ვართ მონაპარაკებების. ის რომ შესაძლოა ნოღაიდელის კანდიდატთა რიგებს გაჩეჩილაძეც შეუერთდეს, კახა გუგავასთვის მოულოდნელი არ არის. პირიქით, კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი მას ბოლო წუთამდე ელოდება. შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, თუ ის მოგმართავს და გააკეთებს შესაბამის განცხადებას, ჩვენ ვართ მზად, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანდიდატის შემთხვევაში. ყველა, ვინც დარწმუნებული არის თავის რეიტინგში და თავის მხარდაჭერაში, შეუძლია დარეგისტრირდეს და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველაზე უფრო რეიტინგულ ძლიერ კანდიდატს. ბოლო განცხადებებიდან ჩანს, რომ ლევან გაჩეჩილაძე მერობისთვის ბრძოლას აპირებს, თუმცა იმისთვის, რომ მერად წარადგინონ, მას მოძრაობა დაიცავი საქართველო არ გამოადგება. ამიტომ არ არის გამორიცხული გაჩეჩილაძე რომელიმე პარტიაშიც გაწევრიანდეს. დღეს ამ თემაზე დაიცავი საქართველოს ლიდერს კომენტარი აღარ გაუკეთებია. ნოღაიდელი თბილისის მერის პოსტზე საკუთარ ფალავანს 9 აპრილს დაასახელებს.